როდესაც სიტყვა ჰაკერი ვესმის, წარმოვიდგენია კაპუშონიანი ტიპი ნიღბით, რომელიც ძალიან სწრაფად აზგაპუნებს კლავიატურაზე ხელებს, ან ჩვენ შემთხვევაში შეიძლება წარმოვიდგინოთ ულვაშებიანი ხანშესული ტიპი, რომელიც ბოსტონის ფილიალს ეხავს, მაგრამ ტიპები, რომლებიც კიბერშეტევებს ახორციელებდნენ, ყოველთვის ჰაკერები არ ყოფილან, თან ისეთი ტიპები, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგენია. ზოგჯერ მსგავსი რაღაცები შემთხვევით ხდებოდა, ან უბრალოდ ისეთ მასშტაბებზე არ იყო გათვლილი, როგორზეც საბოლოო ჯამში გავიდნენ. მაგალითად, ის შემთხვევა, როცა ერთმა ტაილანდელმა სტუდენტმა ისეთი ვირუსი შექმნა, რომელმაც მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა. კომპიუტერული ვირუსი, მავნე პროგრამის ტიპი, რომელიც შემუშავებულია, რათა დაარღვიოს ჩვეულებრივი კომპიუტერული ოპერაციები, დააზიანოს ფაილები და გაავრცელოს სხვა დევაისებზე. როგორც ბიოლოგიური ვირუსი, არსებულ პროგრამაში ან ფაილში შედის და აქტიურდება, როდესაც ეს პროგრამა ან ფაილი გაიხსნება ან ჩაიტვირთება. ოდესმე თუ მიგიღიათ სასიყვარულო შეტყობინება. თუ კი შეიძლება ძალიან გადარჩენილი ხართ, იმიტომ რომ ერთხელ მსგავსმა შემთხვევამ კინაღამ მთელი ინტერნეტი გაანადგურა. 2000 წელია ფილიპინებში ჯერ კიდევ ახლა სწავლობენ იმეილის გამოყენებას, იმიტომ რომ 94 წელს შევიდა ინტერნეტი და ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო. და საერთოდ არავის წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ შეიძლება რაღაც ხილაკზე თითი დააჭირო და მთლიანად მთელი მონაცემები დაკარგო. ამ დროს გამოჩნდა ერთი სტუდენტი, ონელ დე გუსმანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რაღაც პატარა ვირუსი შეექმნა. არც ჰაკერების საძმოში იყო, არც სუპერკომპიუტერი ჰქონდა, უბრალოდ უნდოდა, რომ უფასო ინტერნეტი ჰქონოდა. იმიტომ რომ როგორც თქვი, ახალი ხილი იყო და შედარებით ძვირი ღირდა. მოკლედ, Visual Basics-ზე დაწერა კოდი, შექმნა ვირუსი და ერთადერთი რაც ჰქონდა დარჩენილი ის იყო, რომ მოვიფიქრებინა, როგორ ეიძულებინა ხალხისთვის, რომ გაეხსნათ ეს ფაილი. არ ვიცი, ბევრი ფიქრა თუ ცოტა, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვიტა, რომ ფაილისთვის დაერქმია I love you. არ ვიცი დღეს როგორ მოიქცეოდით, მაგრამ იმ დროში ბევრი თქვენანი აუცილებლად დააჭერდა. სულ რამოდენიმე საათი დასჭირდა ვირუსს, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო. იპარავდა პაროლებს, ფაილებს, აჩერებდა სკოლებს, ოფისებს, სამინისტროებს. მოკლედ გიგანტური ზარალი გამოიწვია, გააჩერა სამყარო რამის. საბოლოო ზარალმა მიაღწია $15 მილიარდ. არაოფიციალურ წყაროებს თუ დაუჯერებთ 20 მილიარდსაც გადააჭარბა და შევიდა გინესის რეკორდებში როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ვირუსი. ალბათ იფიქრებდით, რომ ეს ტიპი მალევე დაიჭირეს და ყველაფერი ისე თავის ადგილას დადგა, მაგრამ ვერ დაიჭირეს, რადგან ფილიპინებში ჯერ კიდევ არ არსებობდა კიბერშეტევებთან დაკავშირებული კანონები. ამიტომ ამ ტიპის გაშვება მოუწიეთ. სამაგიეროდ ფილიპინებს მოუწიეთ, რომ ახალი კანონები დაემატებინათ ამ საკითხთან დაკავშირებით და ასობით კომპანიას მოუწია, რომ გადაეხედა თავიანთი უსაფრთხოების სისტემისთვის. ასე რომ კატასტროფის მოსაწყობა ადამიანის გულუბრყვილობა და ცუდი იდეაც საკმარისია. აი მაგალითად, ერთმა ბაბუამ თავისი აივნიდან კინაღამ სატელიტი ჩამოაგდო. არც ჰაკერი იყო, არც ჯაშუში, უბრალოდ რადიოები უყვარდა. სახრათმისი ქონდა, ანტენა ქონდა და თავისუფალი დრო ქონდა და უბრალოდ ჰობი ქონდა ეგეთი, რომ რადიოების სიგნალს იჭერდა, შლიდა, აწყობდა ამ რადიოებს და ასე შემდეგ. ერთხელაც ატრიალებს ღილაკებს, ასწორებს ამ ანტენას, ცდილობს რაღაც სიგნალი დაიჭიროს და უცებ რაღაცა ძლიერი სიხშირეს ხედავს და ეს რადიოც დაჯდა ამ სიხშირეზე. ვერ მიხვდა საერთოდ რა იყო ეს სიხშირე და ვერც გაიაზრა, ისე დაჯდა სატელიტის მართვის სისტემაში ისე შევიდა. ეს სატელიტი თავისთვის გზავნიდა ამინდის მონაცემებს, თავისთვის წნარად იყო და უეცრად თვალივით დაიწყო მოქცევა ინფორმაციების აქეთ-იქით უმისამართო ცროლა დაიწყო, ალგორითმაც აურია. სატელიტის მართვის ცენტრში წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება, თავში ხელებს იხლიან, გონიათ რომ ჰაკერებმა შეუტიეს, ოღონდ არიციან რუსები არიან, ჩინელები არიან, თუ უცხო პლანეტელები. და აი სურპრიზი და უცებ აღმოჩნდეს, რომ თურმე ბაბუოზის აივანზე რაღაც ღილაკებს აწვება და სატელიტი გადაეხა ფაქტიურად. რა თქმა უნდა, არ დასაჯეს, რადგან არც ბოროტი განძრახვა ქონია ამ ბაბუოზე, საერთოდ არც იცოდა, რომ რაიმე ცუდი გააკეთა, მაგრამ მთელი ევროპის გარშემო დაიწყეს რადიომოყორულებისთვის სპეციალური ფილტრების გაყიდვა, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ სიხშირეებს ანახებს. კიდევ უფრო სასაცილო ისტორია არის, რაცა 15 წლის ბავშვმა FBI საიდუმლო ფაილებზე მოიპოვა წვდომა. აი ბავშვობაში ან თუნდაც ეხლა თუ გიცდიათ, რომ ლინკის ველში რაღაც ცვლილებები შეგეტანათ. აი მაგალითად რაღაცა წერტილი com, რაღაც დახრილი ხაზი და 1 წერია და პირველ გვერდზე ხარ და უცებ ჩაწერ. ამ 1-ის მაგრად 2, 3 ან რაღაცა და გადადიხარ ამ გვერდზე. ხო და ამ ბავშვმაც ეგეთ რაღაც გააკეთა. თავისთვის ერთობოდა რაღაც
17, 20 რავი რაღაც ციფრებს წერდა ლინკის ველში და უცებ აღმოაჩინა რომ FBI-ს საიდუმლო ფაილებზე მოიპოვა წვდომა. არც ლოგინი მოსთხოვეს, არც პაროლი და პირდაპირ ეს საიდუმლო ფაილები ლანგრით მიართვეს რა. მაშინვე FBI-ს შეატყობინა ოჯახმა. მოვიდა FBI და დაჭერასაც უპირებდნენ ამ ბავშვს იმის მიხედვით რომ არაფერში არ იყო დამნაშავე, საიდუმლო ფაილები ან არ უნდა ნახო, ან თუ ნახავ მეგობრებო რომ უკვე ეჭმიტანილი ხარ. და მე მედია რო ჩაერია უკვე ამ დროს მიაყუჩეს უკვე საქმეები და ეს ბავშვიც გადარჩა დაჭერას. და რაც თავარია შეწყვიტეს ნომრების მიხედვით ატვირთვა საიდუმლო ფაილების. შემდეგი ბაგი უფრო ჩეტკოდს გავს, რომელსაც მეც დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი. აი GTA-ში რო არის ჰესოიანს რო შეწერდა და ფულით გემატება სიცოცხლეს და ხო გიფიქრიათ რომ აი რეალურ ცხოვრებაში მქონდეს რაღაც ეგეთიო. ხო და ერთი პოლონელი ბავშვი რაღაც ეგეც გადააწყდა. ოღონდ YouTube-ზე. პატარა YouTube არხი ქონდა, რაღაც ვიდეოებს დებდა, ათობით ნახვებს აგროვებდა ჩემსავით. და უცებ ჯადოსნურ ტექსტს მიაგნო, რაღაც კოდს. აი ამ სტრიქონზე არის საუბარი. მოკლედ ნებისმიერ თავის ვიდეოს URL-ში ჩაუმატებდა ამ სტრიქონს და ეს ვიდეო ეგრევე ტრენდებში ვარდებოდა. ეგრევე უბრალოდ ჩასვავდა ამ რაღაცას და ტრენდში იყო თავის ვიდეო ავტომატურად. 1, 2, 3, 4 ვიდეო ეგრევე აიღო რამოდენიმე ვიდეო. გადაიღო ზედიზედ და ყველას გაუწერა ეს ყველაფერი და სულ ამის ვიდეოები იყო ტრენდებში რო გადაგეხედა. YouTube შოკში ჩავარდა, YouTube-ის ალგორითმი უკვე აღარ იცოდა რეკომენდაციებში რა უნდა ამოეგდო, კატები, რევიუები, რაღაც კურსები თუ ამ ბიჭის 10 ერთნაირი ვიდეო ზედიზედ. მოკლედ რაღაც რეპორტები გაუგზავნეს, რაღაც დრო დასჭირდა YouTube-ს, ხარვეზებით შეექმნა და საბოლოო ჯამში როგორც იქნა მოახერხეს და შეავსეს ეს ხვრელი, ბიჭი არ დასაჯეს რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ წარმოდგენაც კი არ ქონდა იმ ბიჭს რა მასშტაბის ჩეტკოდი ქონდა ნაპოვნი. ალბათ უფრო ჭკვიანურად რო გამოიყენებინა შეიძლებოდა რაღაცისთვის მიეღწია. ამიტომ ტრენდებში მოხვედრაზე თუ ოცნებობ, ეს კოდი უბრალოდ ტექსტია და მეტი არაფერი. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა ზოგადად ვინც აქამდე უყურეთ ვიდეოს და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მომავალ შეხვედრამდე.